რუმინეთში კონსტანცას პორტში საზღვაო დრონი აფეთქდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის სავარაუდოდ იმ უპილოტო აპარატების ტიპს მიეკუთვნება, რომელიც უკრაინის ომში გამოიყენება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით 5 ივნისის დილას პორტის მიმდებარედ აღმოაჩინეს კიდევ რამდენიმე საზღვაო დრონი, რაზეც შესაბამის უწყებებს უკვე დაწყებული აქვს საგამოძიებო პროცესი. რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მათი აღმოჩენის მომენტში ქვეყნის სადაზვერვო სამსახურისა და სანაპირო დაცვის მიერ ტერიტორია იზოლაციაში მოექცა. გსურს აღვნიშნოთ, რომ ეს ობიექტი არ მიეკუთვნება რუმინეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობას და არ გამოიყენებოდა ბოლო დროს შავი ზღვის რეგიონში ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული სწავლებისას. ვითარება მუდმივად იცვლება და დამატებით ინფორმაციას გავავრცელებთ მოვლენათა განვითარების შესაბამისად. მომხდარს გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტიც. მონტენეგროსკენ გზად შემატყობინეს კონსტანცას პორტში საზღვაო დრონის აფეთქების შესახებ. სამართალდამცავი ორგანოები და უსაფრთხოების სამსახურები მოქმედებენ ოპერატიულად და აფეთქებამდე რაიონიდან მოახერხეს მოსახლეობის ევაკუაცია. ამჟამად არ გვაქვს ცნობები დაღუპულთა შესახებ. პრიორიტეტი იყო და კვლავ რჩება ადამიანთა სიცოცხლის დაცვა და საპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება. ამჟამად მიმდინარეობს პორტში უპილოტო აპარატების მოხვედრის საკითხისა და დამატებითი რისკების გაანალიზება. მიმდინარე კვირაში ეს უკვე მეორე მსხვილი ინციდენტია, რომელიც დაკავშირებულია რუმინულ სანაპირო ზოლის უსაფრთხოებასთან. ჩვენ საზღვართან საომარი კონფლიქტის პირობებში აშკარაა, რომ ვითარება უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ მგრძნობიარეა, ამიტომ ხიზლად უნდა ვიყოთ. ასეთი განსაკუთრებული სერიოზული სიტუაციები არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომის პირდაპირი შედეგი. როგორც შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე ნატოს წევრი სახელმწიფო, განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენ მოკავშირეებთან და მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას ჩვენი მოქალაქეებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად. კონსტანცას პორტში მომხდარ შემთხვევას ერთი კვირით ადრე წინ უძღოდა გალაცში რუსული დრონის შეჭრა, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულს შეეჯახა და აფეთქდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა. ნატოს წევრი სახელმწიფო საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ბუქარესტის თანახმად გერან 2 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის შეჭრის შემდეგ რუმინულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კონსტანცაში მდებარე რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, საკონსულო კი დაიხურა.